მოგესალმებით, დღეს ჩვენ გადავიღებთ პირველი მარშრუტის სრულ ვერსიას და ეტაპობრივად ყველა მარშრუტის განხილვა დაიდება ჩვენს გვერდზე. დარჩით ჩვენთან ერთად. გამოვდივართ, სადაც საგამოსდო მანქანები დგას იმ მონაკვეთიდან, ვთავთ პირველი მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ ვინმე არ მოდიოდეს და ლურჯ ნიშანთან როგორც კი ჩავყავთ მანქანის ხვირს, ეგრევე გადაგვაქვს მარჯვენა ციმციმაზე. იქით მარჯვენა მხარეს გვაქვს ავტობუსის ზოლი, იქ ჩასვლის უფლება არ გვაქვს. ვაკეთებთ მოხვას და როგორც კი გასწორდება მანქანა, თვითონვე გადიშავს ხოლმე ციმციმას 3 ზედმეტი მოძრაობებისგან. ჩვენ თავი შევიკავოთ, ვაგრძელებთ პირდაპირ მარჯვენა ზოლში. ამ გზაზე გვაქვს 50 შეზღუდვა და რახან განიერი გზა არის, მანქანები მოძრაობენ ხოლმე ორ ზოლად. თუ მარჯვენა მხარეს გვექნება დაბრკოლებები, ვიმოძრავებთ მარცხენა ხაზთან ახლოს, თუ მარჯვნივ გვექნება თავისუფალი, უკეთესია ვიმოძრავოთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. გაჩერებულ მანქანას ყოველთვის უნდა ჩავუვაროთ ხოლმე 1-2 მეტრის მოშორებით. შეხვდა ეხლა დაბრკოლება, ვიხიდებით მარცხნივ თავთ ციმციმას და გადავდივართ მარცხენა მხარეს. მთავარია დისტანციით ჩავუვაროთ ხოლმე ყოველთვის მანქანას. ამ ადგილას კომპიუტერი გვეტყვის 500 მეტრში მოუხვე მარჯვნივ. 500 მეტრზე არაფერი აგირებას არ ვაკეთებთ, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვდეთ მარჯვნივ. ესე იგი უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს, მაგრამ ჩვენ მარჯვნივ გადასვლა ჯერჯერობით აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს დაბრკოლებები გვაქვს. როგორც კი დავწუნდებით, რომ მარჯვენა ზოლი არის ხოლმე სრულად თავისუფალი, ეგრევე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ შევიცვალოთ ზოლი. მაქსიმალური შეზღუდვა გვაქვს 50, ისევ და ეცადეთ იმოძრავოთ ხოლმე დაახლოებით 40 სიჩქარე და შედარებით უფრო დაბალი სიჩქარეთაც. მარჯვენა მხარე გაგვითავისუფლდა, ვიხედებით მარჯვენა მხარეს სარკეში, ვიხედებით ხარზე მაინც, ვთავთ ციმციმას და ვიცვლით ზოლს. როგორც კი ჩავდგებით კარგად ზოლში, ეგრევე ვითიშავთ ციმციმას. შემდეგი მინიშნება უკვე არის, რომ მალე მოუხვე მარჯვნივ. დათმობის ნიშანი გვაქვს, ამიტომ ნელ-ნელა ვანილებთ ამ მონაკვეთში მანქანას. ვაკეთებთ ერთხელ მხარზე გახედვას, გავსწორდით, შემოდივართ უწყვეტ ხაზებს შორის. ვიხედებით ისევ მხარზე მარცხნივ და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. ეს არის უკვე ამჩქარებელი ზოლი. ვთავთ მარცხენა ციმციმას, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, რო დავწუნდებით, რომ მარცხენა მხრიდან აღარ მოდის არავინ და გზა არის თავისუფალი, შედარებით ავაჩქარებთ მანქანას და უკვე ამჩქარებელი ტემპით გადავალთ მარცხენა მხარეს. ამჩქარებელი ზოლში თუ ძალიან გამოუვალი სიტუაცია გვექნება, გაჩერების უფლებაც გვაქვს. ანუ მთავარია, რომ მომავალ მანქანას წინ არ ჩაუჭრათ ხოლმე. ამ გზაზე გვაქვს 70 შეზღუდვა, ერთზოლიანი გზა არის, ამიტომ გასწრების უფლება არ აქვს. არავის ჩვეულებრივად მიუყვებით ხოლმე ჩვენ წინ მიმავალ მანქანას უკან. სულ 30 და 40 მიდიოდეს ეს მანქანა, ჩვენც იგივე სიჩქარით ვაგრძელებთ ხოლმე ჩვეულებრივად მოძრაობას. ყველა მარშრუტი იწყება ესე, ანუ პირველი და 8-მდე ყველა მარშრუტი გზა გამოდის ამ მონაკვეთში. ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ დაიმახსოვროთ ეს ადგილები კარგად. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. ესე იგი, სანამ რამე მინიშნებას არ გვაძლევს კომპიუტერი, იქამდე არ ვაკეთებთ ხოლმე არაფერ მოსახვევს, მიუყვებით ხოლმე ჩვეულებრივად სულ პირდაპირ გზას. ამ მონაკვეთში არის უკვე გადასახვევი მეორე და მეოთხე მარშრუტის. ხშირად დიდი მოძრაობაა ხოლმე ამ ადგილას, ამიტომ იყავით ხოლმე ყურადღებით. აქ თუ მანქანა აჩერებს და მოხვას აკეთებს, ჩვენ იმაზე გვერდისავლის უფლება არ გვაქვს. ყველა ვარიანტში დაველოდებით, გააკეთებს ის მანქანა მოძრაობას და მერე გავაგრძელებთ ხოლმე ჩვენს გზას. ციმციმა აქ ჩართული მანქანას, ამიტომ ნელ-ნელა ვუნელებთ. დავწმუნდეთ, რომ გააკეთებს ეს მანქანა მოძრაობას და მერე გავაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. ლოდინზე შეზღუდვა არ გვაქვს არაფერი. რამდენი ხანით არ უნდა მოგვიწიოს გაჩერება, ვაჩერებთ ველოდებით ხოლმე. ეს მანქანა გვიჭრის, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, წესით უპირატესი ჩვენ ვართ, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე გამოსაზე თქვენ. 500 მეტრში მოუხვე მარცხნივ. ესე იგი, ისევ არაფერი რეაგირება არ კეთდება, 500 მეტრზე რეაგირებას არ ვაკეთებთ ხოლმე არასდროს. 300 მეტრში მოუხვე მარცხნივ. ერთზოლიან გზაზე ვართ, ამიტომ მიუყვებით ისევ ჩვეულებრივად გზას. ეს გზა თავიდან ბოლომდე არის 70-იანი სრულად. ეხლა მოვდივართ უკვე თბილისის ქუჩის გადასახვევთან. ამ გზაზე ჩამოდის 6 მარშრუტი, ამიტომ ყურადღებით იყავით ამ მონაკვეთში. მალე მოუხვე მარცხნივ, ვთავთ მარცხენა ციმციმას, ვიწევით მარცხენა ხაზთან შედარებით ახლოს და ლურჯი ნიშნის გადასწრებით ყვეტილ ხაზთან ვაკეთებთ მოსახვევს. წინიდან თუ ვინმე მოდის, ვაჩერებთ უთოვთ ხოლმე. ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას და ყვეტილი ხაზი როგორც კი დაიწყება, ვაჩერებთ მანქანას. გააკეთებს ეს მანქანა მოძრაობას, აღარ მოდის არავინ, მოხვევის დროს ვიხედებით ხარზე მარცხნივ ჩვენს უკან ყოფილ მანქანა მას ჩაგვიჭრას წინ და ჩამოვდივართ პირდაპირ მარცხენა მხარეს. ეს მარჯვნივ გვაქვს კუნძული, აქ ჩასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. უწყვეტ ხაზს როგორც კი გავწდებით, ეგრევე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლში.
ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვრთავთ ციმციმას და ვიწევით მარჯვენა მხარეს. ორზოლიან გზაზე ყოველთვის უკეთესია ვიმოძრაოთ მარჯვენა მხარეს. მარჯვენა თუ დაბრკოლებებია, მაგ შემთხვევაში მოძრაობთ ხოლმე მარცხნივ. სამზოლიან გზაზე ყოველთვის უკეთესია ვიმოძრაოთ შუა ზოლში. ამ გზაზე შეგვხვდება ახლა ბევრი გზაჯვარედინი. ყველა გზაჯვარედინზე გვაქვს 50-იანი შეზღუდები. ეს გზა არის თავიდან ბოლომდე 50-იანი. გზაჯვარედინებზე შეგვხვდება 30-იანი შეზღუდები და სადაც დავინახავთ 30-იან ნიშანს ყველგან შევინელდებით ხოლმე, გავიხედებით ორივე მხარეს და მე ისევ გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ამიტომ აკონტროლეთ ხოლმე სულ მარჯვენა მხარეს ნიშნები, რომ ნიშნის მიხედვით გააკეთოთ ყოველთვის მოძრაობები. გამოჩნდა პირველი 30-იანი ნიშანი. ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას ამ 30-იან შეზღუდებში. აუცილებელი არ არის, რომ ზუსტად 30-ით შევიდეთ. ანუ ოდნავ მაღალი სიჩქარეითაც რომ შევიდეთ და მერე ნელ-ნელად შევანელოთ, ეგეც შეიძლება. ვიხედებით ორივე მხარეს მარცხნივაც, მარჯვნივაც და ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. ეს 30-იანი მოქმედი არის ბუგაროკამდე, გზაჯვარედინამდე ან ზებრამდე. ანუ პირველი რომელსაც გადავწევით, მაგ 30-იანს გვიუქმს ხოლმე მაშინვე. დაგვხვდა დაბრკოლება, ვიხედებით მარცხენა მხარეს, ვიხედებით ხარზეც, სარკეშიც. ხედავთ რომ მანქანა მოდის, ამიტომ ველოდებით. გაგვითავისუფლდა მარცხენა ზოლი და ეგრევე ვიწყებთ ზოლის შეცვლაზე ფიქს. ამ ქუჩაზე ერთხელ რომ შევისვლით ზოლს დაბრკოლების გამო, მე უკვე ვრჩებით ხოლმე მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ ერთი დაბრკოლება რო შეგხვდება, მარჯვენა მხარეს უკვე ხშირად გვხდება დაბრკოლებები და იქით გადასვლას აზრი აღარა აქვს. აქ ძალიან დაღმართია, ამიტომ ყურადღებით იყავით ხოლმე რომ სიჩქარე არ გაგიქცეს, დაღმართზე შედარებით ძალიან სწრაფად იკრიფება ხოლმე სიჩქარე. ამიტომ ძალიან ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შევდივართ ისე 30-იან ზონაში, ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას. გვაქვს ზებრის და ბუგაროკის ნიშანი, ესე იგი გვაქვს შემაღლებული გადასასვლელი. აქაც გავიხედებით ორივე მხარეს, მარცხნივაც, მარჯვნივაც და შემაღლებულ გადასასვლელზე მანქანა გადაყავს მაქსიმუმ 20 სიჩქარით. გადავდივართ მაქსიმუმ 20 და გადავდივართ ტორმუზის გარეშე. ანუ შევანელებთ მანქანას, შემდეგ გავუშვებთ ხოლმე ტორმუზ ფეხს, გადაგორდება მანქანა თავისი და შემდეგ მივცემთ ხოლმე უკვე აჩქარებას. ნელ-ნელა ისე ვიწყებთ შენელებას, იმიტომ რომ ისევ გზაჯვარედინი გვაქვს ამ ადგილას. თბილისის ქუჩაზე გვაქვს 4 გზაჯვარედინი ZZ. გავიხედებით მარცხნივაც, მარჯვნივაც არ მოდის არავინ. გავუშვებთ ტორმუზ ფეხს, გადაგორდება თავისი ინერციით და ნელ-ნელა ისე ვიწყებთ მომატებას. 500 მეტრში მოუხვე მარცხნივ. თავიდან ბოლომდე მარჯვენა მხარეს უკვე არის ხოლმე დაბრკოლებები. ამიტომ ერთხელ რო ჩადგებით მარცხენა მხარეს ზოლში, აგრძელებთ ხოლმე იგივე ზოლიდან მოძრაობას. 300 მეტრში მოუხვე მარცხნივ. არა გვაქვს ისევ გზაჯვარედინი, გავიხედეთ ისევ, გამოვიხედეთ ორივე მხარეს და ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად. ამ გზაზე ჩამოდის უკვე 5 მარშრუტი. ამიტომ ყურადღებით იყავით. მალე მოუხვე მარცხნივ, როგორც კი გავიგებთ მინიშნებას, მალე ვრთავთ ეგრევე მარცხენა ციმციმას, ნელ-ნელა ვანილებთ მანქანას, ვიხედებით ხარზე მარჯვენა, შევდივართ პირდაპირ რომელი ზოლიც მოდის. ხაზებს შორის უნდა გავაკეთოთ ხოლმე მოძრაობა. მარჯვნიდან წამოვსვეთ, ჩვენზე წესი დათმობა აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ საავარო სიტუაცია ვინმე არ შეგვიქმნას. ვაგრძელებთ ხოლმე ამ სიტუაციაში პირდაპირ მარცხენა ზოლიდან მოძრაობას. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. პირველი და მესამე მარშრუტი გამოდის ამ მიმართულებით, ამიტომ ყურადღებით იყავით ამ ადგილას. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. ნელ-ნელა ვანილებთ, ვიხედებით მარცხნივ აქედან გამოდის ხოლმე ავტობუსი, ვაჩერებთ, ველოდებით. აღარ მოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას, ამ ადგილას გვაქვს ZZ2 დათმობა. ვივდივართ სამკუთხედებამდე, ისევ ვანილებთ მანქანას, ვიხედებით მარცხენა მხარეს, არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ მოძრაობას და როგორც კი მივაწრესთან ისევ გვაქვს დათმობა, ეხლა უკვე ვიხედებით ხარზე მარჯვნივ. მარჯვენა მხრიდან მოდის ორი ზოლი. თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე, ველოდებით, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ხოლმე მოხვას. ეს მარცხნივ მოხვა გავაკეთეთ და ეხლა უკვე მივუყვებით პირდაპირ გზას. თავარ გზაზე ჩვენ ვართ, ანუ მარჯვნიდან წამოსვლა მანქანა ჩვენზე დათმობა აქვს. მარცხენა ზოლიდან რახან გავაკეთეთ მოძრაობა, ვაგრძელებთ ისევ მარცხენა მხარეს. ეს მონაკვეთი ხდება სამზოლიანი. ამ მონაკვეთში შუა ზოლში თუ არ გადავალთ, გვეწერება სუბურგ შეცდომა, მაგრამ ყოველთვის უკეთესია დარჩეთ ხოლმე მარცხენა მხარეს, მაინც თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ეს არის მოკლე სამზოლიანი გზა. ამ მარშრუტის მთავარი სირთულეა ბევრი ზებრა. ყველა ზებრაზე შევანელებთ ხოლმე მანქანას, გავიხედებით, გამოვიხედებით ორივე მხარეს, მერე ისევ გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. გაჩერებულ მანქანას ყოველთვის უჩერდებით 2-3 მეტრის მოშორებით, რომ ხედავდეთ ჩვენ წინ გაჩერებული მანქანის უკანა საბურავებს. ეხლა ვართ სამზოლიან გზაზე მარცხენა მხარეს,
გადავდივართ ორზოლიან გზაზე, ამიტომ ვაგრძელებთ ისევ მარცხნივ მოძრაობას, ანუ მარცხენა ზოლი არის ყოველთვის უცვლელი. ორზოლიანიდან სამიანში გავაკეთებთ მოძრაობას თუ სამიანიდან ორიანში მნიშვნელობა არ აქვს. მარცხენა ზოლი აგრძელებს ხოლმე ყოველთვის მარცხნივ მოძრაობას. ისევ ზებრა გვაქვს წინ, ამიტომ ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას, ვიხედებით მარჯვნივ, ვიხედებით მარცხნივ, არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. როცა ზებრა კონსტრუქციულად არის გამოყოფილი, ანუ შუაში რკინის მოაჯირი, ბარდიული რამე თუ გვაქვს, იქით ბოლოდან წამოსვლელი ჩვენ არ გვაინტერესებს. თუ ჩვენს გამყოფზოთან ახლოს არის, ანუ ამ შუასთან თუ ახლოს არის, მაგ შემთხვევაში ვაჩერებთ ველოდებით ხოლმე. ციმციმა მწვანეზე, ყვითელზე გასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. შუქნიშანზე როცა მწვანე გვაქვს, მაგ დროს ზებრა და ქვეითი არ გვაინტერესებს, ანუ შუქნიშანი გვიუქმებს ყოველთვის ქვეითის შეზღუდვებს. შეგვხვდება ამ ქუჩაზე უკვე შემაღლებული გადასასვლელი. შემაღლებულ გადასასვლელს როგორც კი გადავწდებით, ვიწყებთ ხოლმე ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს. აქ მარჯვენ ჯერჯერობით არ გადავიდით, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს არის ხოლმე ავტობუსის გაჩერებები. და ხშირად შეიძლება ან ავტობუსი იყოს გაჩერებული, პლუს საპარკინგო სივრცეებია, მანქანება შეიძლება შეგვაფერხონ. შევით ხოლმე მარცხნივ. ამ შემაღლებული გადასასვლელის მერე ეგრევე ვიწყებთ ფიქს მარჯვენ გადასვლაზე. ვიხედებით სარკეში, ვხედავთ რომ მანქანა მოდის, ამიტომ ჯერჯერობით ზოლს ვერ შევიცვლით, რჩებით ისევ ამ მხარეს. როგორც კი დავწმუნდებით რომ მარჯვენა მხარე არის თავისუფალი, ეგრევე ვიწყებთ ფიქს იმაზე რომ გადავიდეთ მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვთავთ ციმციმას და გადავდივართ ნელ-ნელა მარჯვენა ზოლში. ჩავდგებით თუ არა მარჯვენა მხარეს, კარგად აქაც ითიშება ხოლმე მაშინვე ციმციმა. როცა ესე ჩვენ წინ მარშრუტკა გაჩერდება, ყოველთვის გირჩევნია დაელოდოთ ხოლმე ამ გვერდის არიდებას დაავლას ამ მარშრუტკაზე არ ვშქარობთ, იმიტომ რომ სწრაფად გააკეთებს ხოლმე ყოველთვის მოძრაობას, ამიტომ თქვენი უსაფრთხოებისთვის ჯობია დარჩეთ ისევ მარჯვენა ზოლში. ეხლა ვართ ორზოლიან გზაზე მარჯვნივ, გადავდივართ სამზოლიან გზაზე. ისე უნდა გავაგრძელოთ შუა ზოლში მოძრაობა, ან მარჯვენა ზოლი გაგრძელების უფლებას გვაძლევს შუა მხარეს, შუქნიშანზე ცოტა წამებია დარჩენილი, ამიტომ ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას. 3-4 წამი როცა დარჩენილ, ყოველთვის გირჩევნია მანქანა გავაჩეროთ ხოლმე შუქნიშანზე. ციმციმა მწვანეზე, ყვითელზე გასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. ეხლა რახან მარჯვენა მხარეს ვართ, გადავდივართ სამზოლიან გზაზე და ყველა ვარიანტში მარჯვენა ზოლი გვაძლევს შუაში გაგრძელების უფლებას. ჩვენ რომ მარცხენა ზოლში ყოფილიყავით, გავაგრძელებთ მოძრაობას ისევ მარცხენა მხარეს და შემდეგ უნდა გვეფიქრა უკვე იმაზე, რომ გადასულიყავით შუა ზოლში. ანუ მარცხენა ყველა ვარიანტში აგრძელებს ხოლმე ისევ მარცხნივ მოძრაობას, მარჯვენა და შუა ზოლი აკეთებს ხოლმე მხოლოდ ერთმანეთში მონაცვლეობას. სხვა მანქანის სიგნალებს ყურადღებას ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე არასდროს, საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენს უკან რა ხდება, როდესაც მარჯვენა ზოლში მოძრაობთ. თავარია სწორად როგორც ფიქრობთ მოძრაობას, გააკეთოთ ხოლმე ყოველთვის ეს. მწვანე გვაქვს, ამიტომ ზებრა არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. შემოვედით პირდაპირ შუა ზოლიდან ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. მაქსიმალურ შეზღუდვა მთლიან ქალაქში გვაქვს 50. ეცადოთ ვიმოძრაოთ ხოლმე 40-45, ანუ 40 არის იდეალური სიჩქარე. ვიხედებით ორივე მხარეს არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ ისევ გზას. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთი გამოდის უკვე ამ ადგილას. ანუ ამ ქუჩაზე გამოდის ეგ 4 მარშრუტი. ყოველთვის განსაზღვროთ ხოლმე წინასწარ რა ხდება შუქნიშანზე. რო დავინახოთ რომ ან დიდი ხნის ანთებულია, ან მწვანე, ან უკვე წითელია და რაღაც სიჩქარის მომატებას აზრი არ აქვს. ვიწყებთ ხოლმე ნელ-ნელა შენელებას, რომ რესკა დამუხრუჭება არ მოგვიწიოს. 500 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ, ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს, წრიული მოძრაობა პირდაპირ, იგივე რაც გააგრძელე მოძრაობა პირდაპირ. ანუ უბრალოდ წრის მონაკვეთს უნდა გავწდეთ. არც პავოროტნიკს ჩავთავთ, არც ზოლს არ შევიცვლით, რომელ ზოლშიც ვართ, იგივე ზოლიდან ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ქვეითი მოდის, ამიტომ ვაჩერებთ, ველოდებით. რო დავინახავთ, რომ ქვეითი დგას ზებრაზე ან მოდის ზებრისკენ 2-3 წამი ყველა ვარიანტ ჩერდებით ხოლმე. ჩვენ მანქანის სივრცეს როგორც კი გადასდება 2-3 ნაბიჯით, უკვე ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. ერთ ქვეითს რო გადავატარებთ, კიდე ახლიდან ორივე მხარეს უნდა გავიხედოთ, რომ მეორე მხრიდან ვინმე არ გადმოდიოდეს. 300 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ. ისევ ზებრა გადასასვლელი გვაქვს, ამიტომ ისევ ყურადღებით უნდა ვიყოთ. გავიხედეთ, გამოვიხედეთ, ნახე ეს კონსტრუქციასთან უკვე ახლოს არიან შემოსული, ამიტომ ვაჩერებთ ველოდებით. ყურადღებით იყავით ხოლმე ქვეითებზე ძალიან. მით უმეტეს ადგილებს, სადაც გაჩერება ახლოს არის, ყოველთვის ბევრი ხალხი მოძრაობს ხოლმე. გადავიდნენ ჩვენი მანქანის სივრციდან ორივე მხარეს, გავიხედეთ ისევ და გავუყევით ჩვეულებრივად პირდაპირ გზას. მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ. ყველა წრიულზე ზოლები შედის ხოლმე ცოტა შორიდან, ანუ ჯერ ოდნავ მარჯვნივ გვიწევს საჭის გადმოწევა
და წრეს როგორც კი გავწდებით ოდნავ მარცხნივ უნდა გადავიწიოთ, რომ იგივე ზოლში შევიდეთ ხოლმე, სადაც ვიყავით. ჩვენ რო ეს გადაწევა გადმოწევა არ გავაკეთოთ, მოხვდებით ყოველთვის არასწორ ზოლში. ამიტომ ყურადღებით იყავით ხოლმე, მიაქციეთ ყურადღება წრეულებს ძალიან. ამ ზებრაზე არის ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი. რუსთავი მოლის ტერიტორია არის ეს ადგილი. ამიტომ ერთ ქვეითს რო გადავატარებთ, კიდე ახლიდან კარგად გაიხეთ, გამოიხედეთ ხოლმე. სანამ თქვენ თვითონ არ დარწმუნდებთ, რომ არც ერთი მხრიდან არ გადმოდის არავინ, იქამდე მოძრაობას არ აკეთებთ ხოლმე. ყველა ვარიანტში თქვენივე თვალით უნდა ხედავთ, რომ არ მოდის არავინ. ანუ გვერდზე მყოფ მანქანაზე გაყოლისუფლება თქვენ არ გაქვთ. რამდენი ხანით უნდა მოგვიწიოს გაჩერება, ვაჩერებთ ველოდებით. დავწმუნდით, რომ აღარ მოდის არავინ და ვაგზელებთ ისევ ჩვეულებრივად მოძრაობას. სამზოლიან გზაზე ყოველთვის უნდა იმოძრაოთ ხოლმე შუა ზოლში. მარცხენა ზოლს აქვს ხოლმე მოხოვის მაჩვენებელი დამატებული, ან თქვენ რომ მარცხენა მხარეს იდგეთ, შეიძლება მიხვიდეთ ადგილამდე, სადაც უკვე მოხოვის მონაკვეთი იქნება და იქიდან უკვე პირდაპირ გაგზელების უფლებას კომპიუტერი ვეღარ მოგცემთ. ამიტომ სამზოლიან გზაზე ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში მოძრაობთ შუაში, თუ რამე მინიშნებას კომპიუტერი არ გვაძლევს. ნელ-ნელა უნელებთ მანქანას და 2-3 მეტრის მოშორებით უჩერდებით, რომ უნდა ვხედავდეთ ჩვენს წინ გაჩერებული მანქანის უკანა საბურავს და იმ მანქანაზე გვერდის სასავლელის სივრცე უნდა კონდეს ხოლმე დარჩენილი. ამ თქვა და ის მანქანა გაფუჭდეს, საჭის დატრიალებით მარტივად უნდა უვაროთ ხოლმე იმ მანქანას გვერდი. 500 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ. წრიული მოძრაობა პირდაპირ, ესე იგი მივდივართ ისევ პირდაპირ, არ ვაკეთებთ არაფერს. პირველი და მესამე მარშრუტის მონაკვეთი ერთმანეთს გავს ძალიან. გამოდის ორივე მარშრუტი ესე პირდაპირ მიმართულებით გადის ყველა ქალაქიდან. 300 მეტრში წრიული მოძრაობა პირდაპირ. რო დავინახოთ, რომ მანქანას საბურავები ჩვენ ზოლში აქვს, იმ მანქანაზე გასწრების უფლება არ გვაქვს ხოლმე. წვანი გვაქვს, ამიტომ მივდივართ და მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ. ამ წრეულზე ახლა ზოლები დახაზული არ გვაქვს, ამიტომ ვიხედებით მარჯვენა მხარეს ოდნავ მარჯვნივ გადავიწევით, ვიხედებით მარცხნივ და როგორც კი წრე ვწდებით, გადავდივართ მარცხენა ზოლში. მიაქციეთ ხოლმე ამ შუქნიშანს ძალიან ყურადღება. ბევრს ყურადღება გადააქვს ხოლმე ზოლებზე და იმაზე ყურადღებაში ეს შუქნიშანი უკვე ავიწყდებათ ხოლმე, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით ამ ადგილას, რომ არ გამოგეპაროთ შემთხვევით ეს შუქნიშანი. სანამ წვარი არ აგვენთება, იქამდე მოძრაობის დაწყების უფლება არ გვაქვს ჩვენ. ჩვენს გვერდზე მყოფი მანქანა რას აკეთებს, არ გვაინტერესებს. ანუ ის დიქტურად სხვა მანქანას არ გაყვეთ ხოლმე. დავწუნდებით, რომ წვანი აგვენთო და მერე გავაგრძელებთ მოძრაობას. თომ წვანე წავედით. შუქნიშანი სადაც ახლა მივდივართ, მანდ უკვე არის 2-ის დეგხაზე. ძალიან ყურადღებით იყავით ამ ადგილას. ამ 2-ის დეგხაზის პრინციპს ბევრი ხალხი ვერ ხვდება ხოლმე. ამ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ხოლმე, მაგრამ სირთულე ისეთი არ აქვს არაფერი. უბრალოდ უნდა გააკეთოთ ხოლმე წამების მიხედვით მოძრაობა. ეხლა ვხედავ, რომ უკვე ცოტა წამები არის შუქნიშანზე დარჩენილი, ამიტომ ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას, რომ ჩვენს უკან მომავალ მანქანასაც ნიშანი მივცეთ, რომ ვაპირებთ გაჩერებას. ამ ხაზზე ის პრინციპი არის, რომ პირველზე თუ ვასწრებთ გასვლას, როცა არის თქვა 4-5 წამი დარჩენილი და მეორე ხაზზე ვერ გადავდივართ, მაგ შემთხვევაში ვჩერდებით ხოლმე მეორე ხაზთან. თუ ორივე ხაზზე ვასწრებთ გასვლას, ორივეზე გადავდივართ ჩვეულებრივად, თუ ერთ-ერთზე ვერ ასწრებთ გასვლას, პირველივეს დეგხაზთან ვაჩერებთ ხოლმე მანქანას. ანუ ყველა ვარიანტში უნდა მივაქციოთ ხოლმე წამზომს. ყურადღება, რომ წამების მიხედვით ვაკეთებთ ყოველთვის მოძრაობას. წვანე როცა გაქვს შუქნიშანზე, ზებრა და ქვეითი მაგ დროს არ გვაინტერესებს. ანუ ქვეითს უთმობთ იმ შემთხვევაში მწვანეზე, თუ ჩვენ მანქანის სივრცესთან ახლოს არის, ან თუ შეიძლება რომ საავარიო სიტუაცია შეგვექმნას. დანარჩენ შემთხვევაში მწვანეზე ჩვენ ქვეითს არ უთმობთ. ერთის დეგხაზი გადავკვეთეთ, 18 წამი მაგ დარჩენილი, ამიტომ ამ მეორეს დეგხაზის გასვლას ვასწრებთ, ამიტომ გადავდივართ აქაც ჩვეულებრივად. შემდეგი მინიშნება კომპიუტერის ამ ადგილას უკვე არის, რომ 500 მეტრში გეძახის წრიული მოძრაობა პირდაპირ, ან შეიძლება დაგვიძახოს წრიული მოძრაობა პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ. რა მინიშნებაც არ უნდა დაგვიძახოს, ვაკეთებთ ყოველთვის ერთი და იგივე მოძრაობას, ანუ ქალაქიდან უნდა გავიეთ, გავდივართ ავტობანისკენ ჩვენ. პირველი, მეორე და მესამე მარშრუტები გამოდის ამ ადგილას მხოლოდ, ანუ ეს 3 მარშრუტი გამოდის ამ ადგილას. რომ დავინახავთ, რომ ჩვენ წინ ყოფ მანქანას ტორმუზე უდგას ფეხი, უკან წითელი ნათურები ხო ენთება, ჩვენც მაგ დროს ნელ-ნელა დავიწყებთ ხოლმე შენელებას. ისე ვანელებთ ზებრაზე მანქანას, ვიხედებით მარცხნივ, ხედავთ, რომ გადმოდის ადამიანი, ამიტომ ვაჩერებთ ველოდებით. როცა მანქანას გავაჩერებთ, მიგორების უფლება აღარ გვაქვს ხოლმე, ანუ ყველა ვარიანტში ვაჩერებთ ველოდებით, რომ დავწმუნდებით, რომ აღარ მოდის არავინ, მერე უკვე გავუშვებთ ხოლმე მუხრუც ფეხს. გავიხედეთ ისე ორივე მხარეს, მარჯვნივაც, მარცხნივაც, არ მოდის არავინ და წავედით. მალე წრიული მოძრაობა პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ,
ვარ შუა ზოლში, ამიტომ ვაგრძელებთ ისევ ჩვეულებრივად შუა ზოლიდან მოძრაობას, პირდაპირ როცა მივდივართ, ყოველთვის უპირატესი ვარ ჩვენ. ამიტომ არ უთმობთ ხოლმე არავის. ამ ადგილას გვაქვს ცუდად გადასასვლელი მონაკვეთი, რკინები არის ძალიან ცუდად თამაშველი, ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ მანქანა გადავიყვანოთ ხოლმე რბილად, რომ სუბუქ შესდომა არ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში და გადავდივართ მარჯვენა მხარეს. სამზოლიან გზაზე ვიყავით შუა ზოლში, გადმოვედით ორზოლიან გზაზე, ამიტომ ვაგრძელებთ პირდაპირ მარჯვნივ მოძრაობას. ციმციმი ჩართვა მაგ შემთხვევაში არ დაგვჭირდა ჩვენ, იმიტომ რომ შუა ზოლი ყველა ვარიანტში მარჯვნივ გაგრძელების უფლებას გვაძლევს ხოლმე. აი აქ თავიდან ხაზები იწყება ძალიან მკრთალად, ანუ მეტად მარჯვნივ გადაწევის უფლება ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ უწყვეტი ხაზი არის ამ ადგილას. ამ მონაკვეთში როგორც კი ამოვად კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. ეს გზა არის მარტო 60-იანი შეზღუდვით. ცხენების ძეგლს როგორც კი დავინახავთ მარცხენა მხარეს, ეგრევე ვიწყებთ ხოლმე ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა მხარეს, ანუ ვიხედებით სარკეში, ხედავთ მანქანა მოდის, ამიტომ ველოდებით, ავჩქაროთ ზოლის შეცვლას. კაი არა, მანქანამ ვიხედებით ხარზე, თავ ციმციმას ავაჩქარებთ და უკვე აჩქარებულ ტემპით გადმოვიწევით მარცხენა ზოლში. აი ამ წითელ ნიშნულებთან უკვე უნდა ეცადოთ, რომ მარცხენა მხარეს იყოთ ხოლმე გადმოსული. ამ წითელი ფიშკების მერე უკვე გვეწყება ამჩქარებელი ზოლი. ნელ-ნელა ვუმატებთ სიჩქარეს, ვრთავთ ისევ მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას, გავწორდით, ვიხედებით სარკეში. ჯერ გვაქვს უწყვეტი ხაზი, ამ უწყვეტი ხაზის მერე გვაქვს უკვე მოკლე წყვეტილი ხაზი. აი ამ ხიდ დიზაბლიდან უკვე უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ შევიცვალოთ ზოლი. შედარებით ავაჩქარეთ მანქანას, გადავდივართ მარცხენა მხარეს. შემდეგ გვაქვს ისევ უკვე უწყვეტი ხაზი და ამ უწყვეტის მერე გვაქვს უკვე მოკლე წყვეტილი ხაზი, თან გვაქვს ლურჯი ნიშანი მარჯვენა მხარეს. აი ამ ნიშანს როგორც კი დავინახავთ, უკვე ყველა ვარიანტში უნდა გადმოვიდეთ ხოლმე მარცხენა ზოლში. ანუ ეს არის ჩვენი ბოლო შანსი. მან თუ ვერ შევიცვალეთ ზოლი, მერე უკვე კომპიუტერი იძულებული იქნება, რომ მოძრაობა აღარ გაგვაგრძელებინოს და გამოუძელი ჩაგვჭრეს. ამიტომ ლურჯ ნიშანთან ყველა ვარიანტში უნდა გადმოვიდეთ ხოლმე მარცხენა მხარეს ჩვენ. ეხლა ჩვენ ვართ ამ ტობანზე, გვაქვს შეზღუდვა 90 და ყოველთვის უკეთესია იმოძრავოთ ხოლმე 75-დან 85-მდე სიჩქარით დაახლოებით. ავტობანზე მარცხენა ზოლს ვიყენებთ მარტო გასწრების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში მარცხნივ გადასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. ანუ თუ შეგვაფერხებს მაგალითად ჩვენ წინ მიმავალი მანქანა, ჩავთავთ ციმციმას, აუვლი გვერდს, გავაცრებთ და როგორც კი გავაცრებთ, ისევ ჩავთავთ ციმციმას და ისევ გადმოვად ხოლმე მარჯვენა მხარეს. 500 მეტრში მოვუხვიე მარჯვნივ, ამიტომ ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებთ. შემდეგ უკვე იძახსოვს 300 მეტრში მოვუხვიე მარჯვნივ. უკვე უნდა დავიმახსოვროთ ეს ხიდი, ამ ხიდთან ყველა გზა გადადის მარჯვენა მხარეს. მალე მოხოვა შეიძლება გითხრას კომპიუტერმა, შეიძლება არ გითხრას ხოლმე. ხიდის დაბლა ეცადეთ, რომ დაახლოებით 70-მდე კონდეს ხოლმე შეზღუდვა. ლურჯ ნიშანს როგორც კი მოუახლოვდებით, ვრთავთ მარჯვენა ციმციმას, გას უშვებთ ფეხს, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში მარჯვენა და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. როგორც კი ჩავდგებით 4-ვე საბურავით მარჯვენა მხარეს, მერე უკვე ვანელებთ ხოლმე მანქანას და ციმციმასაც ვთიშავთ. ამ გზაზე გვაქვს 50 შეზღუდვა, შემოვდივართ ხაზებს შორის. 30-35-ით რო ვიმოძრავოთ, არის იდეალური სიჩქარე, ანუ მეტად მაღალი სიჩქარე არ გვჭირდება ხოლმე. ანუ როდესაც შემნელებელში გადავდივართ, ტორმუზის გამოყენების უფლება არ გვაქვს ჩვენ, ანუ გადავდივართ იგივე სიჩქარით და როგორც 4-ვე საბურავით ჩავდგებით ხოლმე მარჯვენა მხარეს, მერე უკვე ვიწყებთ ხოლმე მანქანის შენელებას. ამ მონაკვეთში ამოდის 8-ვე მარშრუტი. და როგორც კი ამოვათ, უკვე კომპიუტერი გვეძახს, რომ გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ. ვრთავთ მარცხენა ციმციმას და სტოპ ნიშანი გვაქვს. როგორც კი გავაჩერებთ მანქანა სტოპი, სადაც გვაქვს 3-4 წამი ყველა ვარიანტში უნდა გავაშეშოთ მანქანა. ვაჩერებთ, ვაფიქსირებთ, რომ სიჩქარე ჩამოვიდეს 0-ზე, ვაკეთებთ ხარზე გახედვას, 3-4 წამიც გავიდა და ვაგრძელებთ უკვე მოძრაობას. რამდენი ხანიც არ უნდა მოგვიწიოს ლოდინი. მაგაზე პრობლემა არ არის, არაფერი, მთავარია სტოპიდან რო გამოხვალთ, მერე აჩქარდეთ, რომ უკნიდან მომავალი მანქანა აი ამ ხიდამდე მონაკვეთში თქვენ ვერ უნდა დაგეწიოთ ხოლმე. ამ გზაზე გაქვს 70 შეზღუდვა და როგორც კი 60-მდე ავიყვანთ დაახლოებით, შემდეგ უკვე გასაც გავუშვებთ ხოლმე ფეხს, მუხრუსაც გავუშვებთ ხოლმე ფეხს და ნელ-ნელა ჩაგორდება ხოლმე მანქანა აქედან თავისით. და გამოჩნდა უკვე 50-იანი ნიშანიც. როგორც კი დავინახავთ 50-იან ნიშანს, ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას. 50 ჩამოვაცებთ თუ არა სიჩქარეს, ეგრევე გავუშვებთ მუხრუც ფეხს და გავაგრძელებთ აქედანაც ისევ თავისით მანქანა გორაობას. ამ მონაკვეთში კომპიუტერი გვეძახს, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. მაგრამ ისევ ამჩქარებელი გასაკეთებელი უნდა შეუერთდეთ ხოლმე ისევ ავტომას. აი ამ ლურჯ ნიშნულებთან როგორც კი მივალთ, ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, მივედით ნიშნულებთან, ამიტომ ჩავთეთ მარცხენა ციმციმა
მანქანა როგორც კი გვეყოლება სწორად, ანუ სწორი საჭით როცა ვიქნებით, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ, სწორდებით ვიხედებით სარკეში. ხედავ რომ არ მოდის არავინ, ამიტომ მოუმატებთ ნელ-ნელა სიჩქარეს და როგორც კი გვექნება საშუალება რომ გადავიდეთ მარცხენა მხარეს, ვიცვლით ხოლმე ზოლს. ამ ჩქარების გამოყენების უფლება გვაქვს ბოლომდე, ანუ თავარია ამ უწყვეტხას არ უნდა გადავსდეთ ხოლმე. თუ ძალიან გამოუღებელი სიტუაცია გვექნება ამ ჩქარებელში გაჩერებაც რომ მოგვიწევს, ვაჭირებთ ველოდებით, შეზღუდვა მაგაზი არ არის არაფერი. პირველ და მეორე მარშრუტი ავტობანიდან შეყავ ისო ქალაქში, ანუ ქალაქში გადადის და შემდეგ გატრიალებს ხოლმე ისევ ესტაკადაზე მოძრაობით იგივე ავტობანზე შემოყვანხ. ანუ შედარებით დაგრძელებული მონაკვეთი არის. ამ ესტაკადის მონაკვეთი ბევრს უჭერს ხოლმე. 300 მეტრში მოუხვევი მარჯვნივ, ანუ პირველ წვეტ ხაზზე ჯერ ავიცვლი ძოს, შემდეგ გვაქვს უწყვეტი ხაზი და უწყვეტის მერე აი სტრაფარეტები რო არის, მანდ უკვე ვცდილობთ რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვთავთ ციმციმად და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ანუ ერთდროულად ორი ზოლის შეცვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. ჯერ შევიცვლით ერთ ზოლს, გავაგრძელებთ ამ ზოლიდან მოძრაობას და ამ წითელ ნიშნებს როგორც კი გავწდებით, ისევ დავიწყეთ ფიქს იმაზე რომ გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. ვიხედებით მარჯვენა მხარეს, არ მოდის არავინ, ვთავთ ციმციმას და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ამ გზაზე გვაქვს 70 შეზღუდვა. დაუსახლებელი პუნქტი რახან გვაქვს, ამიტომ გვაქვს 70-იანი მონაკვეთი. პირველი და მეორე მარშრუტი შემოდის მარტო ამ ადგილას. დანარჩენი 6 მარშრუტი ავტობანიდან ყველა ადის ხოლმე სააგენტოში. იმოძრავით ხოლმე ამ თეთრ გარე ხაზთან ახლოს უწყვეტი ხაზი რაც არის, რომ მოხვევის დრო შემთხვევით მარცხენა მხარეს არ გადავიდეთ. ანუ დავატრიალოთ საჭა გავასწოროთ. დავატრიალოთ, გავასწოროთ ხოლმე რომ ზოლებში გავაგრძელოთ სწორად მოძრაობა. კომპიუტერის მინიშნება ამ ადგილას უკვე არის შემდეგი, რომ გვეძახის 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ესე იგი ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე ფიქრი იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა მხარეს. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვხედავთ მანქანა მოდის, ამიტომ ნელ-ნელა ოდნავ ანელებთ მანქანას, რომ აგვიაროს ამ მანქანამ გვერდი, დავწუნდით რომ მარცხენა მხარე გვაქვს თავისუფალი, ვთავთ ციმციმას და გადმოვედით მარცხენა ზოლში. მარცხენა უწყვეტ ხაზთან ახლოს ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. აქ უკვე დაღმართი გვაქვს, ამიტომ ვიწყებთ ნელ-ნელა შენელებას, რომ მოვედით სულ გადასასვლელ რკინებთან, სადაც მსუბუქ შეცდომას წერს ხოლმე ხშირად, ამიტომ უნდა ეცოდოთ, რომ მანქანა გადაიყვანოთ ხოლმე ამ ადგილას ძალიან რბილად. კონკრეტული სიჩქარე ამ ადგილზე არ გვაქვს. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ, მთავარ გზაზე ჯერჯერობით ჩვენ ვართ. ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას, წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ ნიშნავს, რომ ვაკეთებთ სრულ ბრუნს. შემოვდივართ უკიდურეს მარცხენა მხარეს, ანუ ბარდიულს და უწყვეტ ხაზს შორის. ეხლა უკვე გვაქვს დათმობა. ვიხედებით მარჯვნივ, მარჯვენა მხრიდან მოდის 3 ზოლი. თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე, ველოდებით ხოლმე, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. თავისუფალია გზა. ვაკეთებთ ისევ მარცხენა ზოლიდან მოძრაობას. აქაც თავარ გზაზე ჩვენ ვართ. მაგრამ მანქანამ ჩაგვიჭრა ავტობუსი, მარშრუტკას ყოველთვის უნდა ერიდოთ ხოლმე, იმიტომ დადიან ძალიან უხეშად ესენი. შემდეგ მინიშნება უკვე არის მოძრაობა ესტაკადაზე. ციმციმით ჩართო ამ შემთხვევაშიც არ გვჭირდება ჩვენ. იმიტომ არ გვჭირდება რომ მოძრაობა გავაკეთეთ მარცხენა ზოლიდან, ვაგრძელებთ ისო პირდაპირ მარცხენა მხარეს, ანუ ჩვენ რო შუა ზოლიდან გავუკეთებინა მოძრაობა და ესტაკადაზე ამოსულიყავით, მაგ შემთხვევაში ციმციმა დაგჭირდებოდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ციმციმით ჩართო არ დაგჭირდა. იქით ამ მხრიდან როცა მოდიოდით, ანუ ავტობანიდან რო შემოვედით, სიჩქარის შეზღუდვა გქონდა 70, ეხლა გვაქვს 50 და მარჯვენა მხარეს არის ხოლმე 60, ანუ 70, 50 და მარჯვენა მხარეს გვაქვს ხოლმე 60 შეზღუდვა, როცა ამ ჩქარებელ გზაზე გავდივართ. აქ თავარია იმოძრავოთ ხოლმე ხაზებს შორის, აი ეს ისრები რაც არის და ხაზული ყოველთვის ეცადეთ მოიქცოთ მანქანის შუაში, რომ ხაზების გადაკვეთა შემთხვევით არ მოგიწიოთ ხოლმე. ერთითაც რო გადაგვიცდეს სიჩქარე, მაშინ გვეწერება ხოლმე მსუბუქ შეცდომა. თუ 100 მეტრზე დიდხანს გავაგრძელებთ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, მე უკვე ჩაჭრა არის. ამიტომ თუ გაქვს 50, ყოველთვის ვეცადოთ ვიმოძრავოთ ხოლმე 40 სიჩქარით. აქ გააგრძელეთ ძალიან ფრთხილად მოძრაობა, რომ ძალიან რისკი მოსახვევებია გასაკეთებელი, რომ შემთხვევით მანქანას ზოლებს არ გადაცდეს. ვაკეთებთ ხოლმე სულ რვიანის პრინციპებს, ანუ რვიანებში რაც გვჭირდებოდა, ვატრიალებთ საჭას, ოდნავ ვასწორებთ, ისევ ვატრიალებთ, ისევ ვასწორებთ. 300 მეტრში მოუხვევი მარჯვნივ. არა გვაქვს ისევ ამჩქარებელი გასაკეთებელი, კიდე ერთხელ უნდა შევუერთდეთ ავტობანს. როგორც კი მანქანას გავასწორებთ და საჭეს სწორად გვექნება, ვთავთ მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას. მარცხნივ ვიხედებით სარკევში, ხედავთ რომ ბევრი მანქანა მოდის, ამიტომ ნელ-ნელა ვაგრძელებთ მოძრაობას. როგორც კი დავწუნდებით რომ მარცხენა მხარე არის თავისუფალი, მერე შედარებით ავჩქარდებით ხოლმე. აღარ მოდის შედარებით არავინ, ნელ-ნელა ვუმატებთ სიჩქარეს, გადავდივართ მარცხენა ზოლში და ვთიშავთ ციმციმას. და მალე მოუხვევი მარჯვნივ, ვთავთ ისევ ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით მარჯვენა მხარეს სარკეში, გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში.
ლურჯ ნიშნებთან, ანუ მომსახურების სააგენტო სტრაფარეტი რო არის, ამ ადგილას ყველა ვარიანტში გადმოვდივართ ხოლმე მარჯვენა მხარეს. ამ მონაკვეთი ციმციმა შეგვიძლია გავთიშოს და ახლიდან ჩართოთ ხოლმე, შეგვიძლია ჩართული დავტოვოთ. შემოდივართ დაახლოებით 30 სიჩქარით. ამ გზაზეც როგორც ჩამოსვლის დროს გვაქვს 50 შეზღუდვა. ეს გზა ჩათვალე ითვლება ორზოლიან გზად, ანუ რახან განიერი გზა არის, მანქანები მოძრაობენ ხოლმე ორზოლად. თუ გვექნება მარჯვენა მხარეს დაბკოლებები, ვიმოძრავებთ ხოლმე ჩუღლებად მარცხენა წყვეტილ ხაზთან ახლოს. თუ მარჯვენა იქნება თავისუფალი, ვიმოძრავებთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. 500 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ, ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ. ესე იგი უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩვენ იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა მხარეს. ვიხედებით მარცხენა სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვთავთ ციმციმას, ოდნავ მოუმატებთ სიჩქარეს და გადავდივართ მარცხენა ზოლში. ნებისმიერი ზოლის შეცვლის დროს ყოველთვის ავაჩქარებთ ხოლმე მანქანას და უკვე აჩქარებული ტემპით გადავალთ ხოლმე მარცხენა მხარეს. როდესაც ზოლს ვიწვევთ მარცხენიდან მარჯვნივ გადავალთ თუ პირიქით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნელ-ნელა ვანელებთ, რომ მოხოა გააკეთოს ამ მანქანამ. გადავა ჩვენი მანქანის ზოლიდან და გავაგრძელებთ ხოლმე ჩვენ ჩვეულებრივად მოძრაობას. თავარი არის ჩვენი მანქანის სივრცეს გადაცდეს. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ, ვთავთ ციმციმას, პირველზე გამოსვლეს, ანუ აი აქედან გამოსვლეს, ბარდიულები რო არის გაწყვეტილი, აქედან გამოსვლეს ჩვენ არ უთმობთ და გვაქვს შემდეგ უკვე დათმობის ნიშანი. თუ წრიდან ვინმე აკეთებს მოხოვას, ამას ყველა ვარიანტში დავუთმობთ ხოლმე, ან გავაჩერებთ, დაველოდებით, გააკეთებს ის მანქანა მოძრაობას და მერე გავაგრძელებთ ხოლმე მოძრაობას. არ მოდის არავინ, ამიტომ ვაგრძელებთ მოძრაობას. შევდივართ აქ ჯერ მარცხენა ციმციმით, ოღონდ შევდივართ ხოლმე შედარებით შორიდან, ანუ მარჯვენა მხარეს ბარდიულები რო არის, იმასთან შედარებით ახლოს ვიქნებით ხოლმე. ვთავთ მარჯვენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვენა წამოსვლა ჩვენზე დათმობა აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე ხშირად დართმობე. და შევყავს მანქანა ამ ადგილას ვასრულებთ ხოლმე მოძრაობას. ეს იყო პირველი მარშრუტი.